რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტი დგება უკრაინამ მტერს უკვე ცოცხალი ძალის გარეშე რობოტული სისტემების გამოყენებით უტევს და ტერიტორიებს ათავისუფლებს. ზელენსკის თქმით, ისტორიაში პირველად უკრაინას ოკუპანტების დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია. რაკეტები, ინვესტიცია, დრონების ერთად წარმოება დღეს უკრაინა-გერმანია 4 მილიარდის ღირებულების შეთანხმება გააფორმა. ევროკომისია კი 90 მილიარდიანი სესხის ნაწილს უკრაინას 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე გადასცემს. კონკრეტი ევროკავშირის დახმარებას სავარაუდოდ აღარ დაბლოკავს ორბანის მარცხის შემდეგ რუსეთი ევროპაში მთავარი მოკავშირის გარეშე დარჩა. უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც პუტინს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს რუსეთის არმია საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. დაიცავი განათლება დედაენის დღესთან დაკავშირებით თესეუს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 48 წლის წინ 1978 წლის 14 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინაღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. მარნეულში მატარებელმა ცხვრის ფარას გადაუარა, შემთხვევის შედეგად 40-ზე მეტი ცხვარი დაიღუპა. შემთხვევა საქართველოს სომხეთის სარკინიგზო გზაზე მოხდა. მოხდასთან დაკავშირებით წყემსი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს.